განათლების სამინისტრომ პირველ კლასელთა ონლაინ რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო. მშობლებს სპეციალური აპლიკაციის შევსება განათლების სამინისტროს ვებ-გვერდზე შეუძლიათ. მშობელი ირჩევს სკოლას და რეგისტრაციის ფორმაში შეყავს ბავშვის სახელი, გვარი და პირადი ნომერი. სასრულო სკოლაში პირველ კლასელთა რეგისტრაციისთვის საცხოვრებელ ადგილს მნიშვნელობა არ ენიჭება. რეგისტრაციის დეტალებზე თამარ გოგესაშვილი ისაუბრებს. თამარ, მოგესალმებით და გისმენთ. პირველ კლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს დილის 9 საათიდან დაიწყო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. ამ დროისთვის უკვე პირველ კლასელთა თითქმის 40%-ია დაფიქსირებული. ასევე ცნობილია დედაქალაქის ის საჯარო სკოლები, სადაც ადგილები უკვე შეივსო. ეს არის პირველი კლასიკური, პირველი ექსპერიმენტული 24, 51, 55, 126, 161 და 166 საჯარო სკოლები. მშობლებმა ბავშვების რეგისტრაცია უნდა გაიარონ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოტანილ სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით პირველ კლასელთა რეგისტრაცია 20 ივნისამდე გაგრძელდება. დაიწყო პირველ კლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია, რომელიც გაგრძელდება 20 ივნისამდე. აუცილებელი არის დამრეგისტრებას თან კონდეს ბავშვის პირადი ნომერი, რომელიც არის მითითებული დაბადების მოწმობაში, ასევე მშობლის პირადი ნომერი, მშობლისა, რომელიც აპირებს დაარეგისტროს ბავშვი. მეორე დღიდან რეგისტრაციის დასრულებიდან მეორე დღიდან, ესე იგი, ანუ 21 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით აუცილებელია მშობელმა გარკვეული დოკუმენტაცია მიიტანოს უშუალოდ სკოლაში დარეგისტრირების შემთხვევაში. რეგისტრაციის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მშობელს მობილურზე მიუვა შეტყობინება დღის განმავლობაში. დღეის მონაცემებით სადღაც 11 საათისათვის გამოვლინდა უპრეცედენტო აქტივობა. რაც შეეხება რეგისტრაციის მესამე ეტაპს, რეგისტრაცია ჩატარდება იმ ადგილებზე, სადაც მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი არ წარადგენს ჩარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტაციას. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წელს 50,000-მდე პირველ კლასელს ელოდება. დიდი მადლობა პირველ კლასელთა ონლაინ რეგისტრაციაზე ჩემი კოლეგა თამარ გოგესაშვილი საუბრობდა.